რუსთავის საზოგადოებრივი ჯგუფის სახელით ჩვენ დღეს ვეხმიანებით იმ განცხადებას, რომელიც გაკეთებული იქნა სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველების ლევან საყებარიშვილის და დავით დვალის მიერ, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთონ. გვინდა ვთქვათ უპირველეს ყოვლისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისინი, რომლებიც არ განვეკუთვნებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ვართ 5 ნოემბრიდან მოყოლებული აქ რუსთავი 2-თან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ 5 ნოემბერს მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება შინაარსობრივად შეიცავს მედიაზე ცენზურის დაწესების მცდელობას, რაც მოდის აბსოლუტურ წინააღმდეგობაში დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლისთვისაც ჩვენ წლების მანძილზე ვიბრძვით ამ ქვეყანაში და მიგვაჩნია ამდენად, რომ ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დღეს, რომ მედია სივრცეში არსებობდეს ხელისუფლებისგან არაკონტროლირებული მედია საშუალება, რომელიც თამამად გააჟღერებს დღევანდელ ქართულ სივრცეში ოპოზიციურ აზრს. ასე რომ ჩვენ დავიცავთ საქართველოში ამ დემოკრატიულ ღირებულებებს, დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას, ხელისუფლებისგან არაკონტროლირებულ თავისუფალ სიტყვას და შესაბამისად შევეცდებით, რათა პროცესები გადაწყდეს სწორედ დემოკრატიული ღირებულებების სასარგებლოდ. დღეს პრესკონფერენციაზე დვალმა და საყევარიშვილმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ ინტერესი დააზიანონ მატერიალურად რუსთავი 2. თუმცა დღეს რუსთავი 2-ს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას არავინ არ ახორციელებს ამ ტელევიზიაში, რაც თავისთავად ბევრ საფრთხეს ქმნის. მარეგულირებელმა კომისიამ ცხადად განმარტა, რომ თუ 15 ნოემბრამდე არ გადაწყვეტება ეს პრობლემა, მაშინ შესაძლოა პრობლემა გახდეს გადასახადების გადახდის და შეწყდეს თვითონ რუსთავი 2-ის მაუწყებლობაც კი. რაც თავის მხრივ უდიდეს მატერიალურ ზიანს მიაყენებს რუსთავი 2-ს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ დადგება საქართველოში მედიის მრავალფეროვნება და პლურალიზმი. სწორედ ამიტომ პირველ რიგში იმისათვის, რომ არ შეწყდეს რუსთავი 2-ის მაუწყებლობა, ჩვენ კონკრეტულ გამოსავალს ვთავაზობთ კონფლიქტის მხარეებს, რომლის შესახებაც თამონა გურჯიანი მიუხედავად ამ სირთულეებისა, გამოსავალი, მათ შორის სამართლებრივი გამოსავალი მაინც არსებობს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რუსთავი 2-ის მაუწყებლობა შეუზღუდავად გაგრძელდეს და ჟურნალისტთა უფლებები დაცული იქნეს. ამიტომაც ჩვენ ვთავაზობთ ბატონ ქიბარ ხალვას, რომ დაეთანხმოს იმ მოთხოვნას, რაც რუსთავი 2-ის იურისტებმა წარადგინეს სასამართლოში, კერძოდ კი დაეთანხმოს სასამართლოს განჩინების შეჩერებას, შესაბამისად ეს იქნება ერთადერთი გონივრული, თუმცა დროებითი, მაგრამ ერთადერთი გონივრული გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას ჩიხიდან გამოიყვანს და დააბრუნებს სამართლებრივ ჩარჩოებში. დიდი მადლობა.